გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე კი აეროპორტის დასახლებას ესტუმრა. მინისტრი საწვავის დაღვრვის შედეგად მიყენებულ ზარალსაც გაეცნო. გოგალაძის თქმით, გარემოს დაცვის ექსპერტები დიზელის დაღვრვის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზარალის აღწერას ხვალიდან შეუდგებიან. თბილისის მეხანძრეთა მაშველთა ორგანიზაციის წარმომადგენლები გიორგი დიასამიძე, ლევან როსტოშვილი და გრიგოლ ცხილაძე კი საგანგებო სიტუაციების სამსახურში არსებულ ვითარებას აპროტესტებენ. ისინი საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროს თემურ გიორგაძეს არაკანონიერი ბრძანებების გაცემაში და სამმართველოში არსებულ სიტუაციაზე დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ. მეხანძრე მაშველები განსხვავებული აზრის დევნაზე, პრემიების არასამართლზომიერად გაცემაზე, დაბალ ანაზღაურებაზე საუბრობენ და საგანგებო სიტუაციების სამსახურში არსებული ვითარების გამოძიებას ითხოვენ. ამ მიზნით ისინი ხვალ სამმართველოსთან საპროტესტო აქციას გამართავენ. ბატონო თემურ, მეხანძრე მაშველის საქმიანობა არ არის კანალიზაციის წმენდა. მით უმეტეს ბატონ თემურას გიორგაძის სახლში. რაც შეეხება მის განცხადებებს, უპირველეს ყოვლისა ვიტყოდი, რომ ბატონ თემური ტყუის, როდესაც აცხადებს, რომ მეხანძრე მაშველი თავის აგარაკებზე და სახლში 2 და 3-ზე მეტჯერ არ გამოუძახებია პირადი შემადგენლობით. ტყუის მაშინ, როდესაც აცხადებდა, რომ მეხანძრე მაშველის ხელფასი შეადგენდა 1000 ლარს. როდესაც ის ამ განცხადებას აკეთებდა, მაშინ მეხანძრე მაშველის ხელფასი იყო 420 ლარი. დღეს მდგომარეობითაც არ აღწევს დარიცხული ხელფასი მეხანძრე მაშველის 1000 ლარს. აგრეთვე ტყუის, როდესაც აცხადებდა, რომ არ იყო ზეწოლები განსხვავებულ აზრზე და პროფკავშირებზე. იყო ზეწოლები, დღესაც მიდის ზეწოლები. რატომ არ შეიძლება იყოს გამჭვირვალე პრემიები? ერთი იმიტომ, რომ თემურ გიორგაძეს თავის საახლობლო ყავს გარშემო, იმათ ეწერებათ პრემიები, გარკვეულია რა რაოდენობით და წელიწადში რამდენი და მეორე, ფაქტებია, რომ პრემიები უწერდნენ პიროვნებებს და უკან მიქონდათ. თემურ გიორგაძემ ესა კატეგორიული უარი განაცხადა ხელფასების მომატებაზე და ეს ახსნა იმით, რომ თითქოს ახალი მთავრობამ შეუმცირა ბიუჯეტი მერიას და არ იყო საშუალება იმის, რომ მეხანძრე მაშველს ქონებოდა შესაბამისი ხელფასი.